მოგესალმებით ყველას, ესეც ჩვენი მშვენიერი კვირა დღე 6 აპრილი 2025 წელი. გავიმგზავრეთ მეზობელ სოფელში, ორ სოფელს შორის არის ეს ადგილი. ჩემი მასპინძელი ოჯახის ქალიშვილის ოჯახში ალპაკების ფერმაში. ეს ძალიან შორს არ არის ჩვენგან დაახლოებით 20-25 წუთის სავალზეა. გავიარეთ არაჩვეულებრივი სახლებით დასახლებული პუნქტები. ეს არის ბად უბერკინგენი, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის კურორტი მთაში. შვებიშე ალბებში ვართ ახლა ჩვენ. ხედავთ როგორი მოწესრიგებულია ირგვლივ ყველაფერი. ეს არის უბრალოდ მილიონერების სოფელი. აქ ყველას ეს ქონება, რომელსაც ფლობენ, ისინი არის დაახლოებით 2 ან 3 მილიონით შეფასებული თითოეული სახლი. ესეთი საოცარი ადგილია. ხედავთ ხო როგორ ეწევიან გერმანელები ფერმერობას, როგორ მოყავთ მოსავალი, რამხელა მინდვრები არის დამუშავებული. ყველა ოჯახს თავისი საკუთარი მიწა აქვს და ამუშავებენ და მოყავთ მოსავალი. ყოველწლიურად აქ არის ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ, თავისი ბაზრობები, სადაც თავიანთ ნაწარმს, თავიანთ მოწეულს ედიან. თვითონ ფერმა მდებარეობს ჰაინინგენსა და ეშენბახს შორის, ესეთი მშვენიერ ძალიან ლამაზ სოფელში. ხედავთ უკვე ხო რომ ჩავედით სოფელში, უკვე ეს არის უკვე მინდვრები, სადაც ერთადად ალპაკები ყავთ გაშვებული. შემდეგ ჩვენ უკვე ვისაუბრებთ თვითონ როგორ რეგულირდება ეს კანონმდებლობით ამათი შენახვისა და მოვლის საკითხი, როგორ არის დაცული ქვეყანაში ალპაკები. ახლა ყველა ცხოველი რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა კონკრეტულად ალპაკებზე აქედან უკან ვიპარებ, იმიტომ რომ იხვი ბატი გამომეკიდა და მოკლედ ძალიან შემაშინა ბატმა. ეს საყვარელი თხა, რომელსაც მუცელში პატარა ბეკეკო უზის. ეს მამა თხა, ეს დედა თხა. სახელები მითხრეს, მაგრამ დამავიწყდა. ესეც საყვარელი ორეო. მე როგორც გავიცანი, ეს ორი იყო კაპუჩინო და ორეო. კაპუჩინო იყო ცოტა ღია ფერის და ორეო იყო ცოტა მუქი ფერის, შოკოლადის ფერი. ისეც გამზადებული სუფრა. მოგეხსენებათ, რომ არის პეტრას დაბადების დღე. ზუსტად დღეს არ არის, რამოდენიმე დღის წინ ქონდა, მაგრამ დღეს აღვნიშნეთ კვირას. ეს არის ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები ალპაკების შესახებ. აქ არის ესე იგი ეს ფერმა არის სკოლის არდადეგებისათვის განკუთვნილი, ესე იგი საბავშვო დღესასწაულების აღსანიშნავად, ანუ ასევე არის დაბადების დღეების აღსანიშნავად. შეიძლება სკოლიდანაც მოვიდნენ ბავშვები ალპაკების ფერმაში და ასევე შეიძლება აქ ამ ფერმაში გადაუხადოთ დაბადების დღე თქვენს შვილს. ნახეთ ქათმები როგორ მოვიდნენ ერთად. ძალიან საყვარელი ჭრელები იყვნენ, ეგონათ რომ რაღაცას ვაჭმევთ, მაგრამ არაფერი არ მქონდა რომ მეჭმია. შემდეგ დავბრუნდი აქ ალპაკების ნახვა მინდოდა ახლოდან, მაგრამ ძალიან იყვნენ შორს გაფანტულები. აქ რა თქმა უნდა ისევ შევეჯახე აგრესიულ ბატთა ბანდას, რომლებიც ისევ გამომეკიდნენ. აქ უკვე ეზოში ვარ და მოვიდა
უვეს და რომელიც შემდეგ მომეხმარება და მაჩვენებს თუ როგორ უნდა მოვიგერიოთ ბატები. აი, ალპაკებიც აქ ბრძანდებიან. ეგ აგრესიული ბატები. ძალიან შემეშინდა, არასოდეს არ მინახავს ესეთი ბატი, რომელიც გამომეკიდებოდა. აი, აქ არის მოწყობილი ბავშვებისთვის გასართობების ასრეალური ტესტები, ასე შემდეგ. აქ ხდება დაბადების დღეების აღნიშვნა და შესაბამისად მოწყობილია საბავშვო სივრცეც. აქ რაღაც მცენარე ამოთხარა, რომელიც გადაიტანა თავის ბოსტანში. უვეს დაეკო. აქ უკვე ახლოდან დავინახე ალპაკები. არ ვიცი რა გითხრათ, ესეთი აღფრთოვანებული როგორც ამ დღეს ვიყავი, რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრის ხილვით და აი ეს სივრცე თვითონ მოწყობილ, რაც არის აი ეს ყველაფერი, რაც არის აქ ჩაფიქრებული და გაკეთებული არის ყველაფერი ულამაზესი და ძალიან გონივრულად და ძალიან სწორად გაკეთებული ყველაფერი ევროპულად, როგორც შეეფერებათ ნამდვილ ევროპელებს და განსაკუთრებით გერმანელებს. აქ ხედავთ ხო? რა ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია ეს დღე. არ ვიცი, ყველა ბავშვზე ბედნიერი ვიყავი. გავიხარე რა, მოკლედ ალპაკების ხილით. მე ვისაუბრებ თუ როგორი თერაპიული მნიშვნელობაც აქვს ალპაკების ასე იგი ურთიერთობას. აქ მასტერ კლასი როგორ შევაშინოთ ბატები. ნახე, მასწავლის უვეს და რომ ნახე, აი ეს ხელი უნდა აწიო. მასაც უნდა გაეკიდო ზუსტად ისე როგორც ის მორბის შენსკენ და ეს უკან დაიხევს. ეხლა აქ რა ხდება? აქ უკვე იწყებენ ესეთი ტირის სახელურების შებმას, აი ესე და აი ამ სახელურების შებმის დროს ისე ღრმაოდნენ და ისე ტიროდნენ, რომ აი მე ძალიან შემეცოდნენ. აი ცრემლიც კი გადმოაგდო აი ამ შავმა, ეს ცრემლი ქონდა დაკიდული ეს დიდი მსხვილი, შავი თვალებიდან ცრემლი. ესე ტიროდა. რა ტირება? აი ეს არ მოსწონთ, აი ამებს რო უკეთენ, თორე ისეთ მამას ისეთ კაი ადგილზე მივყავდა, აი რატო უნდა ეტირათ არ ვიცი. ეხლა არ ჩანს კარგად, მაგრამ აი ეს შავი ისე ღრმაოდა, რომ აი ტიროდა რასაც ქვია. აი ეს ძალიან საყვარელი ძალიან. ისეთი შვიდები და წყნარები არიან, ძალიან საყვარელი, აი არ ვიცი. საოცარი ცხოველია, საოცარი. ესეთი ცხოველი არც მინახავს, ესეთი საყვარელი. ისინი თურმე ყოფილან ამერიკელები არიან. როგორც ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ანდებში უწოდებენ მას, ქვია პაკო, შინაური აქლემის სახეობა არის. ძირითადად ცხოვრობენ პერუში, მამათი პოპულაცია პერუდან არის და იყენებენ მატყლისთვის. ორი სახის ალპაკა არსებობს, ხუსკაია და სურეო. და ბოჭკოს განსხვავდება მათი ბეწვი. ამ ალპაკების ბეწვისაგან ამზადებენ, ესე იგი, კოსმეტიკური ფუნჯების და ასე შემდეგ ურბილესი მოწყობილობებისთვის გამოიყენება ამათი მატყლი. ეს ბოჭკო ძაფი, რასაც გვაძლევენ ალპაკები. თუმცა არის ისეთი ფერმები, სადაც ხორცადაც იყენებენ, თუმცა ჩვენს ფერმაში, სადაც მე ვიყავი, ისინი ჭირდებათ მხოლოდ მატყლისთვის და აი ესეთი ექსკურსიებისთვის მაგდენ პატარა საოჯახო ბიზნესი, გრეინერების ოჯახისა, რომლებიც ჰაინინგენთან ცხოვრობენ და აქვთ აი ესეთი საოცარი, ეხლა აქ არის 18 დაახლოებით ალპაკა. 18. იწყება უკვე ყველას შეაბეს და მემზადებით გასასვლელად ტურისთვის. აქ მითხრეს, რომ ხომ უკან უნდა დავიხიო. აი, ველოდებით ჩემი საყვარელი გოგონა, ჩემი მეგობარი, პატარა.
აბა, წავიდა. პირველი ალკაბა გადის გარეთ. შემდეგ მეორე, აბა, ჩემო პატარა გოგონამაც აიყვანა ერთი ორეო. აილინი. აბა, ვის შეხვდება თეთრი ალპაკა? ესეც მე. პედრამ გამომცა ყველაზე მშვიდი რომ თან იდე უნდა გადავიღო. ყველაფერი უნდა გადავიღო. როგორ გარბით. ნახეთ ჩემი ბებო. უესაყავს. უემიტიხა თავის თავზე ალპაკას და ბებოს წამოყვანა ერთად მე თავისუფალი ვარ. მოკლედ გავდივართ გარეთ. აქ ხედავთ ორმის თვალი. როგორი სოფლის თვის დამახასიათებელი ნივთებია. როგორი კარგია ეს ყველაფერი, მეგობრებო. აბა გამოვედით საბალახოდ. ეხლა ნახავთ როგორი ბალახია და როგორი საძოვრები აქვს თვითონ მოვლილი, სუფთაც კრიალა, ესეთი ჭურჭყიანი კი არა რომ ბალახზე რო დაждებით და გაუბედურებული რა თქმა უნდა ჩვენთან საქართველოში აქ არის ყველაფერი სუფთა, ყველაფერი. ახლა მანძილები არის და ესე იგი არაფერი ფეხსაც მაინც კი არ დამსვრია. მიუხედავად იმისა, რომ ვართ სოფელია, ხო? ანუ მოსეთ როგორ იყურებიან ძალსაყვარლები. აი ხა მანქანას ვატარებთ, აბსოლუტურად გემორჩილებიან, ანუ ეს ჩვენი მანქანები არის ვარ ჩამოსული. ეს არის პეტრას ორი ქალიშვილი, ერთი მათ შორის მეუღლით და ორი შვილით. მთელი ოჯახი, ეს არის საოჯახო შეხვედრა დაბადების დღეს აღნიშნა პეტრასი. ეხლა რაც შეეხება ალპაკებზე ცოტა მოგენი კიდევ ვისაუბროთ, ხო? ამბობენ რომ ასე იგი ალპაკას შვილს უწოდებენ კრიას. პატარა ალპაკას ქვია კრია. სხვადასხვა რო გაკრიჭავენ ძალიან სასაცილოები ყოფილან და პეტრა მითხრა რომ წელიწადში ერთხელ კრიჭავთო, ეხლაო ოსტენზეო, ანუ აღდგომას და ახლობით გაკრიჭავენ. ხედავთ ხო როგორი ბედნიერი ვარ. ყველა ბავშვზე ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ნელ-ნელა ვცდილობ ხა დავიმორჩილო ჩემი ალპაკა. გავედით გარეთ, ორეომ გადმოგვისწრო. ვაი, მოკლედ დავიძარით მთავარი საძოვარისკენ და მივდივართ ნელ-ნელა. აქ კიდე შევჩერდებით, აქ იბალახებენ. ანუ ყველა ადგილზე არ აქვს უფლება პეტრას რომ შეაჩეროს ალპაკი, რომ არის მინდვრები, სადაც დათესილია სპეციალურად იონჯა ბალახი ცხოველების კვებისთვის და იქ შესვლა არ შეიძლება. არის ადგილები, სადაც არის საერთო საკუთრება და იქ ალპაკების ბალახობა შეიძლება. ერთი წელიწადი არის ფეხმძიმედ ალპაკა. 345 დღემდე აჩენს შვილს. ასე იგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი ინფორმაციის წაკითხვა, რომ ასე იგი მაქს პლანკის ინსტიტუტმა COVID პაციენტებისთვის შესაძლოთერაპიის შესახებ მოახსენა ალპაკას გამოყენების არამატერიალური სარგებლის შესახებ, რომ ესე იგი ამ კვლევის მიხედვით მიღებულ ნანოსხეულებს შეუძლიათ დაავადებების დათრგუნა, როგორიც არის COVID. და ესე იგი ძალიან კარგად იყენებენ ალპაკას ცხოველთა დახმარებით თერაპიაში ევროპაში, მათი მშვიდი და მშვიდობიანი ბუნების გამო. ეს არის ძალიან კარგი სერვისი ასევე, რომ ესე იგი ალპაკებით გასეირნება და ლაშქრობა, ეს არის ძალიან დამხმარე თერაპია, ასე რომ ვთქვათ და ასევე
კოვიდისგან ანტისხეულების მატარებლები არიან და კოვიდისგან შეუძლიათ ჩვენი დაცვა ალპაკებს. აქ ამ ქვეყანაში ძალიან კარგად არის დაცული ალპაკების უფლებები. თვითონ როგორც სხვა შეფასების აქტის 51 მუხლის ქვეშ არიან ესენი დაცულები, როგორც ცხვარი და ცხენი მაგალითად. მათი კეთილდღეობის აქტი არსებობს, ესეთი 51 პუნქტი არის, რომელიც ეხება მე-11 ნაწილი ვრცელდება ამ კანონის შინაურ ცხოველებს სხვებთან ერთად და ესე იგი განსაზღვრავს მათი შენახვის, ანუ მათი მოვლის აუცილებელ პირობებს. ვაჭრობის წესით დადგენილია ასევე მე-14 ნაწილი 55 პუნქტის. ასევე ფერმაში უნდა ინახებოდეს წიგნი, სადაც უნდა წარმოებდეს ამ ცხოველების შესახებ ყველანაირი აცრები, ყველანაირი მოვლის საშუალებები, რაოდენობა. და არ არის საჭირო, რომ იყოს იდენტიფიცირებული მაგალითად პასპორტით ან რეგისტრაციით. ეს რეგულაციები ვრცელდება ალპაკას ყველა მცველზეც, რომ მათი მარტო შენახვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ ჯოგურად და ესე აიღო ერთი ალპაკა და ყავდეს, ესე არ შეიძლება. ასევე არის ესეთი აუცილებელი მოთხოვნა, რომ 1000 კვადრატული მეტრი საძოვარი პირველი ორი ცხოველისთვის უნდა გაგაჩნდეს და შემდეგ დამატებითი 100 კვადრატული მეტრი ყოველი დამატებითი ცხოველისთვის. ეგეთი რეგულაცია არის კანონში ალპაკების და საერთოდ ზოგადად ჩლიქოსანი ცხოველების შესახებ. და თავშესაფარი ასევე თითო ცხოველზე მინიმუმ 2 კვადრატული მეტრი უნდა იყოს. ასევე არის გერმანიაში ალპაკას მოშინების ასოციაცია AZDW. რეკომენდაციები გააჩნიათ მან სათანადო შენახვის შესახებ და მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ამ კანონსაც კი სცილდება მათი რეგულაციები. ასევე უნდა ითქვას, რომ ალპაკები ყოფილა ნაკლემის ერთადერთი სახეობა, რომელიც ბეწვს თავისით არ კარგავს და საჭიროა მათი შეკრეჭვა, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ასევე ამ კანონის ფერმის და შინაური ცხოველების რეგულაციის 31 მუხლის მესამე პუნქტი აწესრიგებს, ესე იგი ამათი თმის შეჭრისა და ზრდის მდგომარეობას და უნდა შეიჭრას იმის მიხედვით თუ რომ ალპაკა არ დარჩეს მაგალითად ზამთარში, როდესაც მას ჭირდება თავისი ბალანი ბეწვის გარეშე და ესეც აუცილებლად რეგულირდება კანონით და აუცილებლად ამოწმებენ ეს გერმანიის ალპაკას მოშენების ასოციაცია შესაძლოა ახორციელებდეს ზედამხედველობას, ამიტომ ყველა ზედმიწევნით იცავს წესებს. ესე იგი ეს მატყლი თვითონ ალპაკას მატყლი მაღალი ხარისხის ალპაკას ძაფად გადამუშავდება და ეს ბოჭკო არის ძალიან რბილი, აბრეშუმივით ბზინვარი და ბუნებრივი არის. ცხრის მატყლთან შედარებით უფრო რბილი არის გაცილებით და უფრო თბილიც. ერთადერთი მატყლია, რომელიც არ შეიცავს მატყლის ცხიმს, ანუ ცხიმის გარეშე არის ალპაკა და შეგიძლიათ ასევე იმ ადამიანებსაც გამოიყენოთ, ვისაც ალერგიები შეიძლება გააჩნდეთ, საერთოდ არის ალერგიას არ იწვევს ამ ცხოველის ბეწვი. 3-დან 6 კილოგრამამდე შეუძლია მოგცეს ალპაკამ წელიწადში თავისი ბეწვი. ჩვენ ახლა ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე ვიმყოფებით და მე როგორც ინტერნეტში რესურსები მოვიძიე, გერმანიაში ძალიან
ბევრ ადგილზე არის ალპაკას ფერმები და ძალიან კარგად იყენებენ ალპაკებს თერაპიისთვის და სხვადასხვა მიზნებისთვის გერმანელები. მაგალითად დამაინტერესდა თუ რა ღირს ალპაკას წინდები, მუხლის სიმაღლემდე 3 წვილის ფასი არის 50 евро, სვიტერი 200 евро. შედარებით მოკლე სვიტერი 185 евро, ხელთათმანები 55 евро, ალპაკას კურთუკი 215 евро. მოკლედ სერიოზული უმფულა თანხები არის ალპაკას დამზადებულ ტანსაცმელზე და აქსესუარებზე. წინდების ფასი იწყება 30 ევროდან, გააჩნია ზომას. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ალპაკების არის 20-დან 25 წლამდე დაახლოებით. აქ ახლა უკვე ბრუნდებით სახლისკენ წამოვედით. გაჩქარებული მაქვს კადრები, იმიტომ რომ ეს გრძელდებოდა დაახლოებით 3 საათნახევარი, 4 საათამდე. აქ კიდე ერთხელ გავჩერდით იმავე ადგილზე, სადაც წასვლისას გავჩერდით. აქ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ალპაკები ეს არის მომვლელი, ძირითადად ეს ქალბატონი უვლის ამ ალპაკებს. ყველა სახელი იცის, ყველა არის ინდივიდუალური, ყველას აქვს თავისი ხასიათი, მიყვება ეს ქალბატონი და მიხსნის სახელების წარმომავლობას მიხსნის. ისინი კაპუჩინო და ორეო ბრძანდებიან, წეღანას ვთქვი ამათ შესახებ. ყველა სახელი სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე. უბრალოდ თვითონ ამ რაც აქვთ საყელურზე ეწერათ თავისი სახელები, ყველას თავისი საკუთარი აქვს. ყველა ძალიან გმაყოფილი ვართ. ეს იყო ძალიან, არ ვიცი, ძალიან საყვარელი დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აი საოცარ ცხოველთან პირველად მომიწია შეხვედრა. არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ჩემი აქ ყოფნა ბადენ-ვურტემბერგის მიწაზე. არ ვიცი, ჯერჯერობით მაისის ბოლომდე ვფიქრობ აქ დარჩენას და ზუსტად არა ვარ დარწმუნებული ვიქნები თუ არა კვლავ აქვე. მაგრამ იმაში კი ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის მეყვარება ეს ცხოველი და ვეცდები, რომ რაიმე სახის კონტაქტი მქონდეს ყოველთვის ნახირესა ყვაიმე. ეხა ეს რა გაკეთეთ, ახლოს მოიტანა, ძალიან ინტერესიანი დიალოგი. ახლოს მოიტანა ეს ცხვირი, დასუნა ეს გამოარკვე, რას ვაკეთებ ეს. ნახე, ვაიმე, როგორ მიყვარს, როგორ გაკრეჭილებიო ძალიან სასაცილოები არიანო. ხო და კი მაინტერესებს როგორები იქნებიან გაკრეჭილები. შეიძლება ვიყო აქ ამ დროს ჯერ კიდევ. ყველა მათგანი აქ მყოფი ამ ოჯახის წევრი არის ჩემი მეგობარი. ჩვენ შევპირდი, რომ აუცილებლად გავაკეთებდი პატარა ფილმს და მთელ საქართველოს გავაცნობდი ამ ფერმას. იქნებ კიდევაც იყოს ვიღაცა, ვისაც მოუნდება, რომ ჩვენთანაც ჩამოიყვანონ ალპაკები და გააკეთონ ამისი პატარა ბიზნესი. ეს ძალიან მომგებიანი უნდა იყოს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ პაპაშვილისნაირი უსირცხვილო ბიზნესმენები არ არის გამორიცხული, რომ სკლინტით დაუწყო გამოყვება, ასე რომ სანამ ხალხის ესე იგი ხარისხი არ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში, მე მგონი ასეთ მაღალ მატერიებზე ცოტა ნაადრევი იქნება საუბარი, როგორიც არის ესე იგი ასეთი ცხოველების დაცვა და სათანადო ყურადღების მიქცევა და სათანადო კვება მათი და მათი შენახვის კულტურა, რა როგორ არის დაცული და როგორ ასრულებენ გერმანელები აი ამ კანონის ყველა პუნქტს, როგორ
შესისხორცებული აქვთ ყველანაირი წესი, რომელსაც სთხოვს კანონი. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება კანონს. ახლა უკან ბრუნდებით აქ ხიდზე გადავდე, პატარა ღელე ჩამოდის, გამოჩნდა ჩვენი ფერმა. აქ არის ძალიან დიდი ძროხების ფერმა, აქ ყველი და ასე შემდეგ აწარმოებენ ფერმერები. ხედავთ რომ ხელა მინდვრები არის, როგორ არის გამოყენებული მიწის თითოეული გოჯი დათვლილი და სუფთა და ძალიან მოვლილია ყველაფერი. ეს დამახასიათებელია გერმანელებისთვის, მათთვის ეს არის ცხოვრების წესი. ისინი არასოდეს არ ღალატობენ. აქ იკითხება რომ ყველს ამზადებენ ამ ფერმაში. გერმანელები არასოდეს არ ღალატობენ თავის ბუნებას და თავის ტრადიციებს. ისინი არიან ძალიან პატრიოტები, თვითოული მათგანი არის შეყვარებული თავის ქვეყანაზე, ხოლო თავისი მანქანიდან მხოლოდ თავის ეზო კი არ უყვარს, ყველა გერმანელს უყვარს სხვისი საერთო და ქვეყნის საკუთრებაც პატივსცემს. დახჭურვილი არის ცოდნით, უფლებების დაცვის და ასე შემდეგ. ეს არის ხალხი, გერმანელი საოცარი ხალხი, რომლებიც ქმნიან ერთობლიობაში ყველაფერს. საოცარი სუპის ჭამას, რომელიც ჩავიწერეთ იმის ამბით, აუცილებლად გავაკეთებ სახლში რომ დავბრუნდები და წამოვედით. ისეც ასე უბემ წამოგვიყვანა, დავტოვეთ ფერმა, დავბრუნდებით უკან, ცოტა სხვა გზით წამოვედით ამჯერად, ეხლა სხვა სოფელზე გავიარეთ, ისიც ძალიან დიდრული, ძალიან ლამაზი სახლებით აღჭურვილი და საოცრად შვიდი და მოწესრიგებული იყო ყოველი სახლი. და რაც მთავარია, ეს თვითონ ეს მინდვრები, ტყე და ასე შემდეგ საძოვრები ისე გადადიხარ, ისე ინფრასტრუქტურა მოწყობილი, ისე გადადიხარ, აი ამ საძოვრებიდან, აი ბუნებიდან ისე შედიხარ დასახლებულ პუნქტში, რომ თითქოს მომენტალურად იცვლება კადრი. აი მომენტალურად შედიხარ დასახლებულ პუნქტში. აი ამ ტრიალი მინდვრებიდან უცბად თავს ამოყოფ 1 წუთის, მეოთხედში უკვე თავს ამოყოფ სრულად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურულად გამართულ. აი ხედავთ როგორ უცბად შემოვედით, საიდან გაჩნდნენ თითქოს ეს სახლები, არ ვიცი, აი ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი. დავტოვებთ ახლა დროდადრო გავივლით რამოდენიმე დასახლებულ პუნქტს და ბრუნდებით ჩვენს საყვარელ სახლში. აი აქედან ჩანს, ხედავთ, კიდე ბებოიჯდა წინ და მე უკან ვიჩექი და კიდე ვერ ვაჩვენი ძალიან კარგად ეს საოცარი გამართული ყველაფერი მოწესრიგებული, გასკრიალებული. ესეთი სილამაზე, ესეთი სიმდიდრე სოფელში, ასეთი მოწესრიგება, შესაშურია, მისაბაძია. როგორ მინდა რომ ჩემს ქვეყანაშიც აი ესეთი სოფელი, ესეთი ძლიერი და ესეთი ყარად ფეხზე მდგომი სოფელი ვიღილო. ასე დამთავრდა ეს მშვენიერი დღეც გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას უყურეთ, ვინც მისმენდით.